დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იდეოლოგიებზე, ზოგადად იდეების როლზე პოლიტიკის მეცნიერებაში, პოლიტიკაში და როგორ არის ეს საკითხი შესწავლილი პოლიტიკის მეცნიერებაში და შევეცდებით ასევე შევადაროთ ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიები ერთმანეთს. ჩვენ წინა ლექციაზე საუბრობდით, უბრალოდ ორი ლექციის წინ, როდესაც გქონდა საუბარი პოლიტიკურ მონაწილეობაზე, შევეხეთ პოლიტიკურ პარტიებს და შევეცადეთ, რომ გარკვეულწილად დაგვეჯგუფებინა პოლიტიკური პარტიები და სწორედ გამოვიყენეთ ამ დროს მეთოდი, რომელიც ემყარება ამ პოლიტიკური პარტიების პროგრამებს და ეს პროგრამები სწორედ იდეოლოგიური მათი პოზიციებიდან გამომდინარეობს. ამდენად გარკვეულწილად ჩვენ ამ საკითხებს დღეს ისევ დავუბრუნდებით. შინაარსი დღევანდელი ლექციისა დაახლოებით ესეთია, ჩვენ ვისაუბრებთ ჯერ იდეებზე და პოლიტიკაზე. ვისაუბრებთ პირველ ნაწილში ამ საკითხებზე, მეორე ნაწილში უკვე შევეხებით კონკრეტულად პოლიტიკურ იდეოლოგიებს, ძირითად იდეოლოგიებს და ასევე შევეცდებით გარკვეულწილად დავაჯგუფოთ ისინი, როგორც გითხარით, დაახლოებით მსგავსი მეთოდის გამოყენებით და მსგავსი ფორმით, როგორც ეს პარტიებთან მიმართებაში იყო და ბოლოს ვისაუბრებთ ძირითადი იდეოლოგიების განსხვავებაზე უკვე პოლიტიკის ძირითად მიზნებთან მიმართებაში, ანუ როგორ უყურებენ ისინი ამ პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელებას და ვფიქრობ, რომ ეს ყველაზე საინტერესო ნაწილი გვესმოდეს თუ როგორ განსხვავდებიან იდეოლოგიები ერთმანეთისაგან პოლიტიკის მიზნებისა და პოლიტიკის საშუალებების საკითხთან მიმართებაში. მაშ ასე იდეების როლი. ვიდრე უშუალოდ პოლიტიკის საკითხებს შევეხებოდეთ, სოციალურ მეცნიერებებს აინტერესებს თავისთავად ის კითხვები, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, ადამიანის როგორც სოციალური ცხოველის მნიშვნელობა, მისი მოქმედების განსაზღვრელი მიზეზები, რა მიზნები და მაგრამ ასევე მიზნები თუ რა მიზნებით მოქმედებს ადამიანი, რისი მიღწევას სურს, რა მატერიალური თუ რა არის აი ამ მიზნებში მატერიალური საწყისი, რამდენად შეიძლება დავეყვნოთ ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მოქმედების ასახსნელად რაციონალურ მოდელს, რაციონალური მოქმედების მოდელს, თუ უნდა შემოვიტანოთ უფრო მეტი განზომილება იმისთვის, რომ გავიგოთ ემოციების, გავიგოთ ღირებულებების, გავიგოთ იდეების, მოსაზრებების როლი. მაგალითისთვის ასევე საინტერესოა მაგალითად ეს იდეები თავისთავად და კამათი იდეების შესახებ, ანუ ხედვების შესახებ, ან პოზიციების შესახებ, კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და უფრო სიღრმისეულ საკითხებს შევეხოთ ღირებულებების შესახებ, რა არის ეს აუცილებელი შემადგენელი ნაწილი დემოკრატიული საზოგადოებისა და უწყობს ის საზოგადოების კონსოლიდაციას, საზოგადოების ჩამოყალიბებას, თუ პირიქით ხელს უწყობს დაგსაქსვას, იმედად რამდენადაც ცხადია, რომ არსებობს განსხვავებები ამ საკითხებში და უწყობს დაგსაქსვას და პირიქით შეიძლება ქაოსის და არასტაბილურობის და კონფლიქტების მიზეზიც აღმოჩნდეს. რა როლი აქვს თავად იდეებს? არის ეს უბრალოდ ფასადი და საშუალება, რომ ჩვენ ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის თუ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და შემდეგ გამყარებისათვის გამოვიყენოთ ის, თუ მართლაც იდეები და წარმოდგენები საზოგადოებრივ პოლიტიკაზე, საზოგადოებრივ მიზნებზე ხელს უწყობს გარკვეულ კონკურენციას, შეჯიბს და საუკეთესოს აღმოჩენას. ანუ რომ დავსვათ, შევაჯამოთ ეს საკითხი, ალბათ აი ამ რამდენიმე თემას ჩამოვთვლით. პირველი, რა როლი აქვს იდეებს, ანუ გარკვეულ მენტალურ მოდელებს ადამიანის თუ ადამიანთა ჯგუფის მოქმედებისას, რამდენად შეიძლება ის და გამოვიყენოთ ამ მოქმედების ასახსნელად. მეორე, რამდენად მნიშვნელოვანია იდეების არსებობა და მათი განსხვავებულობა საზოგადოებრივი განვითარებისათვის და ხომ არ შეიცავს რაღაც პრობლემებს და მესამე, რამდენად უწყობს ეს ყველაფერი
რამდენად არის შემადგენელი ნაწილი საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს საუკეთესო შედეგი ამა თუ იმ საზოგადოებრივ საჯარო სიკეთესთან მიმართებაში, თუ პირიქით იგი ამ ყველაფერს ხელს უშლის. იმისთვის, რომ ეს ცოტა არ იყოს ზედაპირული საუბარი, უფრო კონკრეტული გახდეს, ჩვენ ალბათ უნდა შევხედოთ იდეებს და რას გულისხმობთ იდეებში, ამას ცოტა ხანში დავაკონკრეტებთ პოლიტიკის ძირითად მიზნებთან მიმართებაში. თუ შევთანხმდებით იმაზე, რომ პოლიტიკა ეს არის საჯარო მოქმედების არენა, ანუ ეს არის საკითხი, ეს ეხება საკითხებს, რომელიც ცილდება კერძო ინტერესებს და უკავშირდება საზოგადოებრივ ინტერესებს და ჩვენ ამოვდივართ იმ წერტილიდან, ამ დაშვებიდან, რომ ადამიანი როგორც სოციალური არსება ვერ ჭყალების შემოვა დაიძვრენს თავს საზოგადოებისაგან, მაშინ შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ეს არის უსაფრთხოების, ეს არის კეთილდღეობის, ეს არის თავისუფლების და თანასწორობა სამართლიანობის თემები. ანუ ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც შეიძლება ბოლომდე არ განხორციელდეს, მაგრამ ჩვენ როგორც ერთობას და არა ჩვენ როგორც ცალ-ცალკე ინდივიდებს სწორედ აი ამ საკითხების განხორციელება, ამ საკითხების მაქსიმალური რეალიზაცია გსურს. შესაბამისად, საზოგადოებაში მუდმივად არსებობს მსჯელობა და ის სწორედ აი აქ მოდის იდეების, როგორც ხედვათა გარკვეული ერთობლიობის მნიშვნელობა, რომელი მიზანი უფრო მნიშვნელოვანია, რომელს უნდა მიეცეს პრიორიტეტი და მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკაში იქნება ეს ზოგადად პოლიტიკური ფილოსოფია თუ ძალიან კონკრეტული საჯარო პოლიტიკა ყოველთვის დგას პრიორიტეტების პრობლემა, რამდენადაც რესურსი შეზღუდულია, შეუძლებელია ერთდროულად მოხდეს საჯარო პოლიტიკის მაგალითებს თუ მოვიყვანთ გზის დაგება და საბავშვო ბაღების აშენება, თუ რესურსი ორივეს არ წვდება. ასევე შეუძლებელია, რომ თანასდროულად განხორციელდეს სრულად თავისუფლების ელემენტი და იმავდროულად დაკმაყოფილდეს მაგალითად თანასწორობის საკითხი. ამ თემებზე კონფლიქტს პოლიტიკის მიზნებს შორის კონფლიქტს ცოტა ხანში შემდეგ ლექციაზე ჩვენ შევეხებით. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხი, ანუ პრიორიტეტების პრობლემა თავისთავად დგას დღის წესრიგში, რომელი პირველი, რომელი მეორე, მაგრამ ასევე თუ როგორ უნდა მივახციოთ ჩვენ ამ საკითხებს, ანუ რა მეთოდები, რა ხერხები უნდა გამოვიყენოთ. დასაშვებია ის თუ არა, რომ მაგალითად კეთილდღეობის მისაღწევად სახელმწიფოს უფრო მეტი ფუნქცია მიეცეს და უფრო მეტად შეიზღუდოს მაგალითად ინდივიდუალიზმი. თუ პირიქით, მაგალითად უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, მაგალითად იგივე უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს როლი? გაიზარდოს, შემცირდეს. თანამედროვე დემოკრატიებში უფრო სწორად შეიძლება ითქვას, რომ იმ საზოგადოებებში, რომელიც კონსოლიდირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, საზოგადოებებში, რომელშიც კონფლიქტი არ არსებობს, ანუ უფრო სწორად კონფლიქტი მინიმიზებულია და კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს არსებული სისტემის ფარგლებში, როგორც წესი, კონსენსუსი არსებობს ძირითად მიზნებზე. ანუ სხვაგვარად რომ ჩამოვაყალიბოთ, შეიძლება მიზეზშედეგობრივობა სხვაგვარად ფორმულირდეს, ანუ იქ სადაც მიზნებზე კონსენსუსი არსებობს, დღესდღეობით საზოგადოება ფორმირებულია და მეტნაკლებად ეს საზოგადოება ასევე დემოკრატიულია. თუმცა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ კონფლიქტი, ანუ იდეათა შორის კამათი მაინც და მაინც ფრაგმენტაციას და დაგსაქსვას იწვევს. თუ ინსტიტუტები, რომლებიც ამ კამათს აწესრიგებს და ესეთი ინსტიტუტები, როგორც ეს არის პარლამენტი, პოლიტიკური პარტიები, ინტერესთა ჯგუფები, თუ ეს ინსტიტუტები ძლიერია, მაშინ ეს კამათი, ეს მსჯელობა მიზნებსა და საშუალებების შესახებ შეიძლება განხორციელდეს სტაბილურ და მშვიდ გარემოში. თუმცა, რა თქმა უნდა, კონსენსუსი მიზნებთან დაკავშირებით მაინც სასურველია რომ არსებობდეს. და აქ შემოდის სწორედ იდეების როლი და ჩვენ ამის იქით უკვე პოლიტიკურ იდეოლოგიაზე, როგორც იდეის გარკვეულ ფორმაზე ვისაუბრებთ, კერძოდ იდეათა, ანუ არა მარტო ერთი იდეის, არამედ სხვადასხვა იდეათა თანმიმდევრულ სისტემაზე, რომელიც გვეუბნება თუ
რა პოლიტიკური მიზნები, როგორი პოლიტიკური საშუალებებით უნდა მიიღწეს და რომელიც გარკვეულწილად ქმნის მოქმედების გეგმას რეალური პოლიტიკისთვის. ეს არის რეალურად ჩარჩო, რომელიც ერთი მხრივ გვაძლევს ანალიზს არსებული ვითარებისა, მეორე მხრივ გვაძლევს გვიკონკრეტოს მიზანს და ასევე შეიცავს გარკვეულ ელემენტებს გეგმებთან დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა განხორციელდეს, ანუ რას უნდა მივახციოთ, რატომ უნდა მივახციოთ, რას უნდა მივახციოთ და როგორ უნდა მივახციოთ. აი ამ ყველაფერზე გვცემს პასუხებს. და ეს ყველაფერი მიმართულია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური, ეს ყველაფერი მიმართული არის გარკვეული პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ რამდენიმე მაგალითზე მომავალ ნაწილში, შემდგომ ნაწილში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეგვიძლია მოვიყვანოთ რამდენიმე ერთი მაგალითი, კერძოდ თუ საკითხი ეხება მაგალითისთვის უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებას ტერორიზმთან მიმართებაში, მაგალითად ტერორიზმის გამოწვეულ უსაფრთხოების პრობლემას, რომელიც ძალიან აქტუალურია დღესდღეობით, შეიძლება ჩვენ ვიმსჯელოთ, რომ პოლიტიკური იდეოლოგია, მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგია შეიძლება დავარქვათ მას, ან მას შეიძლება ასე თანამედროვე ლიბერალიზმიც ვუწოდოთ, გვთავაზობს გამოსავალს, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს მიზეზი ამ მიზეზი ამ ტერორიზმის პრობლემისა არის ის უთანასწორობა და განუვითარებლობა, რაც არსებობს დედამიწის სარკმლულ ნაწილებში, რომელიც არის შედეგი კოლონიალიზმისა, რომელიც არის შედეგი იმპერიალიზმისა და თუ ჩვენ გვინდა რომ მივახციოთ ამ უსაფრთხოების პრობლემის აი ამ გამოწვევის მოგვარებას, მაშინ სასურველია რომ სწორედ აი ამ უთანასწორობას ვებრძოლოთ, აღმოვხვრათ იგი სხვადასხვა ფორმებით და გეგმა სწორედ მოიცავს ისეთ ფორმებს, როგორიცაა სტაბილური ეკონომიკური წესრიგის შეთავაზება, მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მოიცავს დახმარების სხვადასხვა პროექტს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაშინ, როდესაც მაგალითად კონსერვატიზმის, ან უბრალოდ შეიძლება ამ შემთხვევაში უფრო კარგი დიფერენციების დასანახავად ნეოკონსერვატიზმის ხედვით ამოსავალი წერტილი იქნება ერთი მხრივ რა თქმა უნდა იქნება ისევ პასუხი არის სწორედ აი ამ საზოგადოებებზე პასუხი არის იმ საზოგადოებებში უნდა ვეძოთ იმ საზოგადოებებში რომელიც არ არის ბოლომდე თავისუფალი, სადაც ჯერ კიდევ არის დიქტატურა, სადაც განათლების დონე დაბალია, სადაც ეკონომიკური განვითარება შებოჭილია, სადაც რელიგიური ფაქტორები ჭარბობს სამოქალაქო პოლიტიკაში, მაგრამ იმისთვის რომ ამას პასუხი გაეცეს, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ არსებული გზები, მათ შორის ძალაც თუ ის საჭირო იქნება, რომ გავავრცელოთ დემოკრატია, გავავრცელოთ თანამედროვე მოდელები პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისა და ამით უზრუნველყოთ ამ საზოგადოებების გარდაქმნა, ამ საზოგადოების მოდერნიზება. ხედავთ, რომ აი ერთი და იგივე საჯარო პოლიტიკის მიზანთან მიმართებაში ორი სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგია სრულიად სხვადასხვა გამოსავალს თავაზობს და კამათი მათ ხედვებს შორის ერთი საზოგადოების შიგნით არის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი დემოკრატიული დისკურსისა, მაგრამ ის შეიძლება ასევე გარკვეული საფრთხეების შემცველი იყოს იმ ქვეყნებში, სადაც ინსტიტუტები ბოლომდე ჩამოყალიბებული არაა. მომავალ ნაწილში, შემდგომ ნაწილში ჩვენ უკვე გადავალთ პოლიტიკური იდეოლოგიების, ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების აღწერაზე.